კიდევ ერთხელ მოგესალმებით კლინიკა აიგოდან, დღეს არის 17 თებერვალი, მოყვანილი ყავს ვარკეთილის ხიდებთან ნაპოვნი მეტისი, რომელიც მიკედრებული იყო ოდნავ სხვა ადგილზე, კახეთის გზატკეცილზე. ბოლო დროს იყო მიკედრებული კახეთის გზატკეცილზე, როგორც აღმოჩნდა. სამწუხაროდ მას საკმაოდ ბევრი პრობლემა აქვს, კალთა თვალების პრობლემისა, ასევე აქვს რაღაც პარაზიტული დაავადება. სწორედ ამიტომ მოვიყვანეთ დღეს კლინიკა აიგოში და უტარდება შესაბამისი კვლევები, როგორც თვალის კვლევა, ასევე რა არის ამ თვალის პრობლემის გამოწვევი მიზეზი. რამოდენიმე ტესტი იქნება ამისთვის საჭირო, ასევე ანალიზი და შემდეგ პასუხების მიხედვით შევეცდებით დავეხმაროთ. აი ამ ეტაპზე რაც ვიცით, რომ თვალის წნევა არის ძალიან გაზრდილი. ეს ახასიათებს ძირითადად პარაზიტულ ტიპის ნაკვენით გამოწვეულ დაავადებებს. დაზუსტებული ინფორმაცია გვეცოდინება დღის მეორე ნახევარში, საღამოს ან ხვალ დილით.